მოგესალმებით, ჩვენ დღემდე პრესკონფერენციაში შეეხება ბოლო დღეებში განვითარებულ განცხადებებთან და მოვლენებთან დაკავშირებით. კონკრეტულად კი, როგორც ხედავთ, ნაცმოძრაობა უკვე აშკარა ზეწოლაზე გადადის მოსამართლეების მიმართ, რაც გამოიხატებოდა ნაცმოძრაობის წარმომადგენელი ლიდერის აკო მინაშვილის მხრიდან, როდესაც მან გარკვეული მესიჯები გაუგზავნა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს, სისამას კოლეგის მოსამართლეს. ჩვენ გვგმობთ აღნიშნულ ფაქტს, ეს არის დანაშაული მოსამართლეზე ზეწოლა. ჩვენ ასევე ვნახეთ ინფორმაციები, რომელიც უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარემ გაავრცელა, ასევე გაავრცელა საიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თქო და ელექტრონული მედიით გავრცელდა. ასევე ისინი გმობენ სასამართლოზე ზეწოლას. მაგრამ ჩვენ მივაჩნია, რომ ეს მხოლოდ განცხადებებით არ უნდა შემოიფარგლოს. შეგახსენებთ ფაქტს 2013 წელს ყოფილმა, ესე იგი, საჯარისხების მინისტრის მრჩეველმა, სოძასუბაძის მრჩეველმა ლალი მოროშკინამ გარკვეული კონტაქტი, კომუნიკაცია დაამყარა მაშინდელ ერთ-ერთ მოსამართლესთან, რის გამოც იგი დაჯარიმებული იქნა 2500 ლარით. აღნიშნულთან დაკავშირებით, როგორც ვიცით, ის სასამართლომ დააჯერიმა 2500 ლარით. და ესე იგი დაადანაშაულეს მოსამართლესთან სასამართლო კომუნიკაციის წესების დარღვევაში. ანალოგიური შემთხვევა გვაქვს ამ შემთხვევაშიც აკო მინაშვილის მხრიდან იკვეთება მოსამართლის საქმიანობაში ჩარევა და კომუნიკაციის წესების დარღვევა და ვითხოვთ იგივე სანქცია გატარდეს სასამართლოს მხრიდან დეპუტატ აკო მინაშვილის მიმართ, ვინაიდან იგიც არის აკო მინაშვილიც არის მოხელე დეპუტატი, ანუ მოხელეს რანგშია, როგორც ასევე ლალი მოროშკინა მოხელეს რანგში იყო და დაჯარიმდა 2500 ლარით. იგივე სანქციები გატარდა სასამართლოს მხრიდან აკო მინაშვილის მიმართ. ვითხოვთ ამას. ეხლა ასევე მინდა წინას, ესე იგი, რამდენი თვის წინ არჩევნების დროს ჩვენ გქონდა ერთი ფაქტი, როდესაც ერთ-ერთი ნაცმოძრაობის ლიდერი მალაშხია, ბატონი მალაშხია სასამართლო პროცესზე, ადმინისტრაციული სასამართლო პროცესზე, რომელზეც უშუალოდ მონაწილე ვიყავი, იგივე თავისებურ ზეწოლას ახდენდა მოსამართლეებზე, საპილევსო სასამართლოს მოსამართლეზე ბლომიძეზე. ჩვენ პრესკონფერენცია ჩავატარეთ აღნიშნულთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, რეაგირება არ მოყოლია. ეს და ფაქტურად ჩვენ გვინდა გამოვხატოთ ის, რომ ეს დიდი ეჭვი, რომ ნაციონალურ მოძრაობა თურმე როგორი ზეგავლენის ქვეშ იყო სასამართლო ნაციონალურ მოძრაობის მხრიდან. ეხლა უკვე ნელა-ნელა კონტურები და ეს ფაქტები იკვეთება, ალბათ მომავალშიც მოხდება გარკვეული ფაქტები, თუ ამ შემთხვევაში აკო მინაშვილი არ დაჯარიმდა 2500 ლარით, ანუ ადეკვატურად არ დაჯარიმდა როგორც ქალბატონი ლალი მოროშკინა. ესე იგი, ჩვენ ვხედავთ, რომ სრულად თავისუფალია ხელისუფლების მხრიდან სასამართლო ხელისუფლება, მაგრამ ნაცმოძრაობა ვერ ეგუება იმას, რომ მოსამართლეებზე მათი მხრიდან ზეწოლა არ უნდა განხორციელდეს. და დღეს ოპოზიციაში თქვენ წარმოიდგინეთ რა ხდებოდა, როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, რა ხდებოდა მოსამართლეებზე, როგორი ზეწოლები შეიძლება და რომ განხორციელებულიყო უფრო კონკრეტულად კი კომუნიკაციის დარღვევა. რა თემასაც მოგახსენებთ, აღნიშნულ მსგავს თემაზე გვაქვს აქ საუბარი ამ შემთხვევაში. გულისხმობთ აღნიშნულ თემას. ხო, ეს იყო და თქვენ განცხადების ფორმა გაქვს? არა, განცხადების ფორმა არ მაქვს, სიტყვიერად რაც ვილაპარაკე. მე მიკროფონის არ არის კაცო, პირველად. ხო, მაშინ, ეხლა მე აქ ძალიან ცუდად ვილაპარაკე, მაშინ თქვენ უფრო კონკრეტულად გაინტერესებთ, ხო, ის პირველ ახი მიწრის მოჭრის და ისე გაუჩ. თავს მოაჭრეს, ხებს მოაჭრეს. ჩვენი განცხადება შეეხება დეპუტატი აკო მინაშვილი, რომელმაც მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილზე ზეწოლა მოახდინა, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, ასევე საიამ გააკეთა განცხადება. ჩვენც ვაკეთებთ განცხადებას და
ჩვენ ისინი უბრალოდ აფრთხილებენ, რომ შეიკავონ თავი აღნიშნული ქმედებებისგან, როგორც საპარლამენტო უმცირესობამ, ასევე რა თქმა უნდა, ყველამ რა, ეს მით უმეტეს დეპუტატი არის მოხელე, სამოხელეო წარმომადგენელია ბატონი აკომინაშვილი და ჩვენ ვითხოვთ აკომინაშვილი დაჯარიმდეს ანალოგიურად, როგორც დაჯარიმდა ლალი მოროშკინა 2013 წელს, როდესაც იგი დაადანაშაულეს სასამართლოსთან კომუნიკაციის დარღვევაში. 2500 ლარით დააჯარიმეს, როცა იგი იყო სოძასუბაზე მრჩეველი. გავიხსენოთ, ფაქტი ინტერნეტში დევს. ანუ ასევე აკო მაშინ იყო ლალი მოროშკინამ დაურეკა მას მოსამართლეს და თხოვა რომ მას დაეჩქარებინა წარმოებაში მიეღო რომელიღაც განსაჯელის საქმე უდოსთან დაკავშირებით. ის უბრალოდ თხოვნა იყო ფაქტურად, მაგრამ ის თხოვნა რა აქ ზეწოლა და შეურაცხყოფა არის მოსამართლეზე პირდაპირ. ნუ აქ უფრო მძიმე ფორმა ამ შემთხვევაში აკომინაშვილის მხრიდან მოსამართლე ბესიკ ბუგიაშვილის მიმართ. ასე რა თქმა უნდა დარღვეულია სასამართლოსთან კომუნიკაციების წესების შესახებ საქართველოს კანონის მუხლის თანხმოს მე მგონი მეორე მუხლია რა. ამ მუხლით დაჯარიმდა მაშინ ლალი მოროშკინა იგივე მიგოჩნია რომ იგივე დანაშაულია ჩადენილი ბატონი აკომინაშვილის მხრიდან. უფრო უარესს. ხო, ნუ ეხლა სიცამაც დაჯადი არ არის, მაგრამ როგორც ლალი მოროშკინა დაიზაჯა, ისე უნდა დაისაჯოს ბატონი. გრიგოლ გაგნიძე, ადვოკატების საერთაშორისო ობსერვატორია. ისა. ხო, რა ვიცი, ჩაიწერა, მაგრამ ეხლა მე უფრო ვიწრო განცხადება გავაკეთე.